რასაც ახსოვს ჩემი ჭიდაობები ახლა ფიქრები ბევრი არ არის. ერთი ფეხის გადა სხვანაირად და კისერზე იყო. 1979 ყველაზე მაგარი წელი იყო თქვენს კარიერაში როგორ? ვიტყოდი ხოლმე რა, აი მთის წელზე ავალ რა თუ გავედი, მე ჩემპიონი გავხდები მეთქი და თქვენ ხართ პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი. ძალიან დიდი ემოციები იყო. როგორ გახსოვთ? იტყვიან ხოლმე რომ აუ ეგ როგორ არავინ არ გეუბნება, აი როგორ უგებდი. ყველა გეუბნება როგორ წააგე. ძალიან ბევრი მოსაგონარი მაქვს და კარგი ადამიანია რა. ვანდევალი. ხო. მოუწოდებ ჩვენს გულშემატკივრებს რომ მივიდნენ და შევავსოთ რა სპორტის სასახლე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჯუდოს გულშემატკივრებო, ლიდერ სპორტზე ჯუდოს პოდკასტის დროა, მე ვარ გიორგი ჭანიშვილი და ჩვენი მორიგი ეპიზოდი. მოკლედ შევეხოთ მსოფლიო სერიის ტურნეს ავსტრიის ქალაქ ლინცში, სადაც მართლაც წარმატებულად გამოვიდა ჩვენი გუნდი, იცის გულშემატკივარმა, დაბრუნდა რასთავარია გურამ თუშიშვილი დისკვალიფიკაციის შემდეგ დიდ ტატამიზე და ვნახეთ თუ რამდენად მაგრად იასპარეზა გურამმა მძიმე ზონაში მოიპოვა ოქროს მედალი. ასევე ლინცში ავსტრიაში გრან-პრის ჩემპიონი გახდა გიორგი ჯაბნიაშვილი 90 კილოგრამში. აქ არ შედგა ქართული ფინალი, იცის გულშემატკივარმა ასევე რომ ტატო გრიგალაშვილი ასევე ვიხილეთ 90 კილოგრამში ტატო ფინალში გავიდა, თუმცა ქართული ფინალი არ შედგა ამჯერად. მცირე ტრამვის გამო ტატო აღარ იასპარეზა, ასე რომ ლინცი, ავსტრიის გრან-პრი, სადაც 2 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს ქართველმა სპორტსმენებმა და შემდეგი თავარი რაც ახლა ჩვენ წინ გველის ეს არის თბილისის დიდი სლემი 21-23 მარტი თბილისი არენაზე ჩვენს მსმენელებს, გულშემატკივრებს გთხოვთ და ასე ვთქვათ, რომ მობრძანდეთ, მოხვიდეთ, დაესწროთ და იხილოთ თბილისის ძიუდოს დიდი სლემი. წინ ნამდვილად საინტერესო ორთაბრძოლები გელით, მით უმეტეს რომ ჩვენი გუნდი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობით გამოვა თბილისის დიდ სლემზე. რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის პოდკასტის სტუმარს, ესე იგი ჩვენ გვსურდა რომ გვესაუბრა თბილისის დიდ სლემზეც, გასულ პერიოდზეც, დიდ მიღწევებზეც, დიდ წარმატებებზეც და უკეთესი სტუმარი ნამდვილად წარმოუდგენელი იქნებოდა რომ მოგვეწვია, ასე რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლავთ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, თან პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური პრიზიორი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ ეს ტიტულები ჩამოთვლა უამრავი. ბატონი თემურ ხუბულური. ბატონ თემურ, ჩვენ პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოგბრძანდით, ვიცით ძალიან დაკავებული ბრძანდებით, გაქვთ არაერთი საქმე, ბრძანდებით ასევე შიდა ქართლში, რწუნებულის მოადგილე ხომ? და რაც თავარია დავიწყოთ სიახლით, რომელიც არის ამ შემთხვევაში ახალი ამბავი ის, რომ ცოტა ხნის წინ გამართულ ქართული ჭიდაობის ფედერაციის არჩევნებზე თქვენ გახდით ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი. ხომ სწორია ყველაფერი. მადლობა რომ მოხვედით, დავგვითმეთ დრო, როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით და დავიწყოთ მოდით საუბარი ქართული ჭიდაობის პრეზიდენტად არჩევაზე, ასე ვთქვათ. პირველი საუბარი ამ თემით დავიწყოთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი მოწვევისათვის სტუდიაში. და კარგია, როდესაც ჩვენ საყვარელ საქმეზე, რასაც მთელი ახალგაზრდობა და წლები შეელია, იმ საკითხზე საუბარი. ჭიდაობა, ჩემთვის ქართული ჭიდაობა ძიუდო ძალიან ბევრს ნიშნავს, რასაც მთელი ახალგაზრდობა აღვნიშნეთ რან კიდევ ვიმეორებ რომ შევალიე და რა ვიცი თუ მიცნობს ხალხი თუ პატივს სამცემს და რაღაცა არის ეს ყველაფერი მოდის გამიცნოს საზოგადოებამ და პატივცემენ ეს გამომდინარე იქიდან რომ ვიყავი ერთ-ერთი წარმატებული სპორტსმენი საქართველოში. რაც შეეხება ეს ქართული ჭიდაობა, რაც ახლა არჩევნებს შეეხება ქართული ჭიდაობის აი ინტერესი გამიშთა რაღაც ბოლო წლებში საქართველოში ქართულმა ჭიდაობამ პოპულარიზაცია მოიპოვა, რაღაც ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, ჭაბუკთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი თბილისში.
ხო და რო შევხედე ვიფიქრე რომ იქნებ რაღაცნაირად როგორც სპორტის სახით იქცეს პირველ რიგში დაინტერესნე და გაიხსნე სპორტული კლუბები ქართული ჭიდაობის ეხლა ჩვენ დასამალი არ არის რომ ძირითადად ჯიუდოისტები და სამბისტები გამოდიან და ასპარეზობენ ქართულ ჭიდაობაში ეხლა საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა კვირას გულაგდანელის სახელობის დარბაზში გდანში და 180 სპორტსმენი მიიღო მონაწილეობა მაგრამ ასაკი 2008-2009 წელს ჭაბუკთა ჩემპიონატი იყო და ძალიან საინტერესო შეხვედრები იყო მაყურებელი ბევრი იყო მოსული იყო მაყურებელი ხო და ისეთი სანახაობრივადაც ქართული ჭიდაობას თავისი ხიბლი აქვს თავისი კოლორიტი აქვს და აი ყველაფერს თავი დავანებოთ მთელი ჩვენი წინათაობა დაწყებული ვახტანგ ბალავაძე და კარტოზია და კიკნაძე ანზორი ჩოჩშვილი ქიბრუწაშვილი არსენ მეკოკიშვილი აი ფალავანი იყო თუ არ მეშლება არსენ მეკოკიშვილი შეიძლება არ მეშლება და აი ყველა ქართულ ჭიდავია ჭიდაობდა და ქართველი სპორტსმენები რო გამოდიოდნენ ნიკისრული იყო გარეკაური შიდაკაური იქცერი რაღაცები იმარჯვებდნენ აი ბრუნი რო უკან გდებას რასაც ვეძახით არა ივი კარტოზია ახლა ვერძო რომაუს სოფლეს ქვია როგორ აკეთებდა აი კადრები მაქვს მე ფილმია ორკინალები ეგეთი აი არის თითქმის ყველა თაობის ჩვენი მოჭიდავების შეხვედრები რა ძალიან საინტერესო კადრებია და ფილმია ძალიან კარგი გადაღებული და აი რო უყურებ ამას ყველაფერს გიჩნდება სურვილი რომ არ უნდა დაიკარგოს და უნდა გავხადოთ ქართული ჭიდაობა პოპულარული უნდა გაიხსნეს კლუბები სხვადასხვა რეგიონებში თბილისში იქაც და სპეციალ ბავშვები აი თუ არის ძიუდოს კლუბი იქ უნდა იყოს ქართული ჭიდაობის კლუბი იმიტომ რომ დასაწყისში ახალგაზრდების აი ახლა სახელმწიფო რამდენს აი ნარკოპოლიტიკას გადაუხო ცოტა ხო შეიძლება რა მიდის რომ აი გამკაცდა კანონი ნარკოტიკების წინააღმდეგ რა მოდი გავამკაცროთ ჯანდაცვა აი მაპატიეთ და მოწამლა რა ახალგაზრდობა ნარკოტიკმა და ჩართულობაში აქ გარდა იმისა რომ ჭიდაობას ისწავლი რაღაც ღირსებას წაქცეულს არ უნდა დაახტე ქართულ ჭიდაობაში აქვს თავისი ზურგიდან არ უნდა მიეპარო არ ჩაგითვლიან ზურგიდან თუ კაცს წააქცე ახლა სხვადასხვა სპორტის სახეობებში ახლა თუ არ საჯმა არ შეაჩერა შეხვედრა და წააქციე ჩაუთვლიან და ქართულ ჭიდაობაში აი ახლა რინერი რო იმას პატიაშვილს რომ მიეპარა ერთხელ რა მე მგონი ანტალიაში იყო ხო არ მინდა ვინმე მე დავშტილ ახლა ჩემი იმის მაგრამ არის რაღაცა რა და აი არის დაუწერელი კანონები სამ ქართულ ჭიდაობაში ღირსება ჭიდაობის წესებია კარგი კიდევ აი რაც აქვს და ჩვენი ტრადიცია რატო უნდა დაიკარგოს არა და აი სურვილი მაქვს რომ ქართული ჭიდაობა გავხადოთ პოპულარული სპორტის სახეობა და როგორც სუმო აქვთ ეროვნული იაპონელებს და ეს ატარებენ იმპერატორს ჩვენ ჩავატარებთ ჩვენი მეფეების თავზე ჭიდაობა კულა გდანელი ნესტერი ესებუა ერეკლე მეფე დავით აღმაშა და გავიხსენოთ რატომ დავაწესოთ ეს თასები ეს პრიზები და დავაინტერესოთ მოვიწიოთ უცხოელები როგორც კიდევ ერთხელ გითხარით რომ ჩატარდა ვიმეორებ რა ეს რომ და მინდა რომ უცხო ქვეყნის სპორტსმენებიც და იქაც გაიხსნეს კლუბები რომ ისწავლონ რა ეს ქართული ჭიდაობა ცოტა ეს სალაპარაკოთ ადვილად საქმე ძალიან ძნელია რთულია უმეტეს ხო იუნესკოს აღიარებული აქვს ქართული ჭიდაობა კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში იუნესკოს ზეგლა და რა ვიცი ვეცდებით ყველაფერს რაც შემეძლება ჩემი შესაძლებლობა და ჩვენს გუნდთან ვინც არიან ბიჭები ჩვენთან ერთად რომ არის საერთაშორისო ფედერაცია და ამას ფედერაციასაც უნდა რაღაც ხელი შეწყობა დახმარება და ეხლა სპორტი კი ძირითადად სახელმწიფოს დაფინანსებაზეა ყველა სპორტის სახეობა და რაღაცა კერძო სექტორი, რა თქმა უნდა, არ ვიძახი რომ ახლა აგერ ოლიმპიადა მსოფლიო გამოჩნდნენ ნელ-ნელა და ბიზნესის მოძლიერდა და იმედი გვაქვს რომ ბიზნესიც გამოიჩენს ინტერესს ქართული ჭიდაობის მიმართაც და გამოჩნდებიან ის ადამიანები, ვისაც თავის სამშობლოც უყვარს, ქვეყანაც უყვარს და ეს ვაჟკაცური სპორტის სახეობაც უყვარს და რა ვიცი, ესეთი გეგმები გვაქვს საომავლოდ მოკლედ. კი ბატონო, ჩვენ რა თქმა უნდა წარმატებას გისურვებთ ამ მიმართულებით. მე დალას და ენერგიას არ დავიშურებ, რომ რაღაცა შედეგი დავდოთ, მივაღწიოთ და გავხადოთ
ცნობადი ქართული ჭიდაობა და კი იციან რომ ქართული მაგრამ კიდევ ჭიდაობა და უფრო, ყველა ხო, მიციან რომ ყველა ჩემპიონები რო მის ხდებიან საფაშორის, ისა მაგრამ არ არის იქ საზღვარგარეთ არ არის აი სულ ჩვენც გვეკითხებიან ხოლმე რომ ქართული ჭიდაობა იციან და იციან რომ ჩვენი ძიუდოისტებიც ძალიან ბევრი ახლა თანამედროვე ბიჭები ნაკრების წევრები ხო ასევე თითქმის ყველა თავის დროზე გამოდიოდა და ეხაც ხანდახან გამოდიან როდესაც ამის მომენტი არის. მოდით ბატონ თემურ ძველი დრო გავიხსენოთ, მაგრამ რა კი რა ჯერ მაინც ქართულ ჭიდაობაზე საუბრით დავიწყეთ ფალავნობები და თქვენ მოგებული გაქვთ ფალავნობა, ხო? ხო სწორია 1900 მე მგონი 76 წელს. ხო 16 წელს. აი რო გაიხსენოთ ეს პერიოდი სად მაშინ მეგონი სპორტის სასახლეში ტარდებოდა ხოლმე ხო მაგახით ხო ფალავანი ბევრი ხალხი სტადიონდა და სუივსებოდა დარბაზი იყო შემთხვევები სუივსებოდა იყო ახევარი იყო და ხო მაგრამ ინტერესი ყოველთვის იყო ინტერესი ყოველთვის იყო რავი ძალიან ბევრს აქვს ახლა შოთას ნაჭიდავები აქვს მოგებულია მე ნაჭიდავები მაქვს მოგებული მეორე შოთას ორივე შოთას ჩოჩიშულსაც მოგებულია ხაბარელსაც ხო და 70-იან წლებში ხო ეს ოლიმპიური დამსახურება ზვიადაურს თუ არ მეშლება კი ზვიადაური მეც მახსოვს ხო აი ბადიაურში ბოლოს თაღარ შეიძლება არ შემეშალოს ნაჭიდავები და მაგრა ჭიდაობდა ყველა ვიცი და ის კისრულები დათრევითი კისრულები რაღაცები მე რითაც ვიგებდი აი წამოკიდებითი კისრული იყო ფეხს დგომელა ქართულ კისრულს ეძახიან ეხლა ვიდეოები ნაკლებად არის მაგრამ ძალიან ბევრი შეხვედრა მაქვს მოგებული და აი გარეს არმა ჩემი და ცერი ახლა რაც ქართული ჭიდაობა მე ამით ჭიდაობდი და ამით ვიგებდი და ხო და ესეთი ესე იგი 60 ჩვენი ქართული სპორტის ყველა ჭიდაობის რა ვთქვა საფუძველია ქართული ჭიდაობა ჩვენი წარმატებები და გენეტიკურადაც რო აიღო ახლა რატო ვიგებთ არა რატო უგებთ არა რამდენი ესეთი ჩემპიონები ყავს კაცო აგერ ახლა ძველი აიღე ახალი აიღე რომელი ერთი ვთქვა რა ერთმა გვიმრავლოს და מחარებს რომ ჯიუდოს სექციებმა ბავშვებმა ღონისძიებებმა კლუბებმა ვითარდება წინ მივდივართ აგერ מחარებს რომ აგერ გადაცემა და ეძღვნება სპორტის სახეობას როგორი ჯიუდოა და არისო და მადლობა უნდა გადაუხადოთ რა თქმა უნდა სპორტის სამინისტროს ჯიუდოს ფედერაციას და ყველა იმ ადამიანს ვისაც თავისი წვლილი შეაქვს კი ბატონო გეთანხმებით განვითარებაში ჯიუდოს კი ბატონო მოდით უფრო მეტი ქართული სპორტის აი ახლა სპორტი ისეა ჩვენს ქვეყანაში რომ ძირითადად რო არ აღნიშნო არ გამოვა ძალიან დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან სპორტული დარბაზები დაფინანსება საპრემიო ფონდები რაღაცა დაჯილდოება ამ სპორტსმენების წარმატებულის და აი ეს ყველაფერი სტიმულსაც აძლევს ახალგაზრდებას მაგრამ ყველაზე მთავარია რომ ჯამთელი ახალგაზრდობა გჭირდება ამაზე ძალიან დიდი თანხებია გამოყოფილი სახელმწიფოსგან, რომ ჯამთელი ცხოვრების წესი დამკვიდრდეს ქვეყანაში. არ არის ყველა ახლა ჯიუდოზე და სამბოზე და რაღაცა ძალიან ბევრი დავუშვათ ქართულ ჭიდაობაზე მოვიდნენ და ქართულ ჭიდაობაში ვარდიშა და კარგი იქნება კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ხელშეწყობა ძალიან დიდია სახელმწიფოში და ინტერესი აი ვაყვირდებით რა თავრობის მეთაური ყველა ღონისძიება სადაც ტარდება ესწრება და ეს ძალიან დიდი სტიმულია ჩვენი სპორტის პრეზიდენტი ესწრება და ეს აძლევს ახალგაზრდობას რომ მივიდნენ ივარჯიშონ იყვნენ მაგრები და ასახელონ ჩვენი სამშობლო ქვეყანა და ყავდეს ჯამთელი ახალგაზრდობა ყველაზე მთავარი ჩემთვის ეგ არის კი ბატონ თემურ მოდით თქვენზე ვისაუბროთ თორე ესე შეიძლება ბევრ რამეზე ბევრ დადებითი კუთხით რა თქმა უნდა მოგვიწვია საუბარი ხა რაც გვაინტერესებს ყველაზე მეტად ალბათ გულშემატკივარსაც თქვენ რო დაიწყეთ ჯიუდოზე სიარული აი ეს წლები პერიოდი გაიხსენოთ სკრა მაკედან დაიწყო ყველაფერი ხო და როგორ იყო ეს პერიოდი მახსოვს ერთი ინტერვიუ წავიკითხეთ თქვენი იქ ამბობთ რომ ძალიან ბევრს ვარჯიშობდიო მაგ პერიოდში აი რაღაც უზომოდ ბევრსო და ბევრს დავრბოდიო, ბევრს საკუთარ თავზე მუშაობდიო და იყო ეს სიტუაციაც, რომ თქვათ იქ მეზობლებიან სოფელში რაღაცა
ისე გიყურებდნენ ხო რა საკეთებს ეს ბავშვი რა შვება და თქვენ პირიქით, ანუ ესე იყო მართლა? ესეთი ნამდვილად ასე იყო, ხა წარმოიდგინეთ 70 წელი, 71 წელი ზამთარში აი თბილი ქუდი რაღაცა და გარბი ხარ სადღაც პრიზზე მერე და მთებში ადიხარ რაღაცები და მამა ჩემს უთხრეს ყარამანო შენი შვილი მოდიშიო მაგრამ რა ხდება გათო დილით გამოდისო და ავიცი რაღაცაზე ხა გლეხი კაცი იყო ჩემი ჭიდაობაზე დადისო და ესე ვარჯიშია რა მაგას ეგრე მამა ჩემი ისე უდგებოდა რომ რაღაც ანუ უცნაური მომენტი იყო ხო დაუშვათ იქ უცნაური ხლა აი უცნაური ხლა მე თქვენ გეტყვით გიორგი ვიტყვი რა ესეც რამეს როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოვხვდები კიევში 73 წელი იყო 14 წელი მაგ დროს უკვე ნაკრებში მოვხვდით ხო 74 წელში რა ნაკრები მანამდე სანამ არა იმის შემდეგ მოვხვდი ნაკრებში ახლა 72 წელში ვერ მოვხვდებოდი რა თქმა უნდა არ ვარჯიშობდნენ ჩვენები ბუნებით იყვნენ აი ქართველები ხო იყვნენ ახლა ვინც იყვნენ რა ვარჯიშობდი დაურბოდი მე აი რო გამოვიდოდნენ, საერთნობდნენ და მე დავაწვებოდი, გავიქცეოდი კონჩეზასპა კიევში ფეხბურთის. კი, კონჩეზასპა ფეხბურთის ბაზაც აქვს. ბაზა სადაც არის? იქვე იყო ჩვენი ბაზა. ნუ და წე იყო უზარმაზარი და ამ წეში დავადებდი თავს დავრბოდი ერთი დილით 9 საათი 35 წუთია მოვიდოდი მე აბა ვიღაცას ჩოხები ან რეზინა ქონდა ხოლმე რაღაცა და შესწრებს ვაკეთებდი და აი სხვები რო ვარჯიშობდნენ დაუშვათ 10 წუთი ახლა ან ძალიან ისა დილის ვარჯიშს რა ფაქტიურად არ ატარებდნენ ხოლმე გამოდიდნენ გაისეირნებდნენ და ესეთა მე ვაკეთებდი რა აი გავიდოდი და გავოფლიანდებოდი სერიოზულად ვარჯიშობდი და თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო არ გამოვა ესე რომ შეხვიდე და შენ თუ გინდა ჩემპიონი გახდე რომ შენმა ჩაატარა 2 საათი ვარჯიში და მორჩა 2 საათის შემდეგ შენ თუ არ გააგრძელე არ ვარჯიშე არ ისწავლე არ შეისწავლე თითოეული ილეთი რა 1000ჯერ და 500ჯერ არ გააკეთე არ გამოვა ვერ გახდები ჩემპიონი ახლა გახსოვთ აი თქვათ რატო აკეთებდით ამას აი მიზანი ქონდათ თავიდანვე ჯერ ახლა ცოტა ჯიმე კაცი ვიყავი მინდოდა სისტრაფე გამომუშავებუნა ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ სწრაფ აზროვნებას რა აი რა მომენტში რა უნდა გააკეთო აი ფეხით ერთი გადადგმა იყო ახლა ვინცაც ახსოვს ჩემი ჭიდაობები ახლა ფირები ბევრი არ არის ერთი ფეხით გადადგმა სხვანაირად და კისერზე იყო კაცი ცერს ვაკეთებდი ძალიან მაგრად რა აი 140 კილოიანი ხალხი ჭეურინი იყო სამხედროების ჩემპიონატი იყო ვარუჟონკას ეძახდნენ რა იმას მოუგეკუდნოცოვი იყო და აი ამ ცერულით მძიმე ტონებს ვაქცევდი ხოლმე რა რა ცოტა ტრაბა ხო მაგრამ არა რასატორობ რაღაცებს როდესაც რაღაც ესეთი რეალურ ამბებს იხსენებთ აი ეს ვარჯიში წრთობა აი არიან იყვნენ ძალიან ბევრი ახლა არ მინდა დავასახელო არ მოინდომეს, არ ევარჯიშეს, არ გადალახეს, როგორ შეგიძლია, აი იმის იქით, აი რო დავრბოდი ხოლმე დილით. დავაკეთებდი, დავრბოდი დავუშვათ 7 კილომეტრს. რაღაცა და ვიტყოდი ხოლმე რა, აი მთის წვერზე ავალ რა თუ გავედი, მე ჩემპიონი გავხდები მეთქი და აი ჭირდა ვეღა თოვლი იყო ხოლმე წელამდე ხან მუხლამდე და ამ იმაში მიდიხარ და დარბი ხარ და აკეთებ შეუძლებელს რა აი ამ ზღვარს თუ არ გადახვედი რომ აი დავიღარე და გაჩერდი ვერ რა თქმა უნდა ხა ჯამთელობა მაცხელი უნდა მე არ ვეუბნი ვიძახი ისე რომ არ იყო შემოწმებული რაღაც ჯამთელობა ხელს არ გიწყობდეს და ის გააკეთო მაგრამ ნუ რაღაც აი უფრო მეტი ვარჯიშია საჭირო იმისაც ახლა მე რო უყურებ ფიზიკური დღევანდელი ძიუდო უფრო ფიზიკურზეა რა თქმა უნდა ტექნიკა ტაქტიკაც არის მაგრამ უფრო ისეთები ნავარჯიშები არიან რომ შეხედავ ატლეტები არიან არისო ესეთი ამდენი ფიზიკა ატლეტურა ესეთი ატლეტები ჩვენ დროს უფრო ტექნიკა სისწრაფე გდება მე 80 კილოზე მეტი მაშინ სიმძიმე არ მქონდა აწეული რა რო ვეწეო ძალისმიერ ვარჯიშებს სისწრაფე ტექნიკა აი დავრბოდი ბევრს აი კვირაში ერთხელ ერთი 15 კილომეტრიან მარათონს ვიტყოდი ახლა ვაკეთებდი ხოლმე დავრბოდი და 15 კილომეტრი არის და ყოველ დილას დავრბოდი მე ახლა რაღაცა იცვლება ყველაფერი მიდგომები იცვლება წესები ამასთან ერთად იცვლება ვარჯიშის ახლა ზოგი აღარ ვარჯიშობს დილით აღარ დარბის დღეს მე როგორც ვიცი არის აი
სხვადასხვა მიდგომები აიტყვიან ხოლმე რომ აბა ვინ იყო ყველაზე მაგარი თქვია ვინ ყველა დროის ესე იყო ახლა ყველა დროს ყავს ჩემი შეხედულება თავისი ჩემპიონები თავისი კერპები ვერ შეადარებ მაშინ რო იყო რომელი უფრო მაგარი იყო აი გეტყვენი იამასიტა თუ დღეს რინერი აბა არ შეხვედრიან არა ივან ისე დაამთავრა რომ არ დამარცხებულა და წავიდა ეს კიდე აი მაგ შემთხვევაში ბოდიში გამიგია თქვა ისეთი აი რო შევადაროთ იამასიტა თუ რინერი ბევრს ვთქვამს რომ იამასიტა მოუგებდა ვერ ვიტყვი რა ძალიან ძნელია აი მაგის თქმა აი თბილისში ჭიდავეს იამასიტამ და ნოვიკოვმა და ვერ დააგდო ნოვიკოვი უკვე ოლიმპიური ჩემპიონი იყო ხო მე მგონი ხო და ისეთი და გამოჩნდა ჭიდაობდა იამასიტა მიდიოდა აწევოდა და ეხლა ეს უფრო ათლეტურია ის არ იყო მაშინ რო ყოფილიყო შეიძლება ესეთი რაც იყო მე მაშინდელ როგორ გითხრათ შესაძლებლობებზე ვლაპარაკობ რასაც მე ჩემი თვალით უყურებდი და ვხედავდი არა განსხვავებულია მაშინ ფეხში შესვლაც იყო იყო დღეს არ არის ფეხში შესვლა იმიტომ აი წესებთან ერთად ყველა სპორტის სახეობას რო ავიღოთ რომ თავის დროის გმირები ყავს თან ხა ის წლები თქვენ რომ დაიწყეთ როგორია რომ მალევე ანუ 1972 წელს შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა საბჭოთა კავშირიდან ხო ესეა ხო და მაგალითი იქნებოდა ალბათ. მე გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ჭაბუქთა შორის სამბოში. მაგ პერიოდში 73 წლიდან დაიწყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონატების ძიუდოში. მანამდე აი ტურნირები ტარდებოდა რაღაც მე არ მეშლება მე მგონი პირველი ჩემპიონატი 73 წელს ჩატარდა კიევში. მანამდე იყო ჭაბუქთა შორის მე-9 კლასში თუ მე-10 კლასში ვიყავი 72 წელში გავხდი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მე და ესე მოხდა და მე უკვე გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩავერიცხე და მე უკვე ძიუდოზე დავიწყე თვალში უკვე ესე წავიდა რომ აი ძიუდოს სექციები წამოვიდა თორე ძირითადად ეს გორში დაიწყეთ ხო? იყო ბამბეულის ქსოვინების კომბინატი იყო გორში სადაც იყო დარბაზი პატარა დარბაზი როგორ გითხრათ რა ძალიან პატარა იყო აი ესე რომ და სიტყვი იყო იმ დარბაზში ტატამი მაშინ ყველგან არ იყო მე მგონი მარტო თბილისში იყო ხო რთული იქნებოდა აი ესეთი ის იყო რა ჭირდა რა ერთ სიტყვით დარბაზები ახლა რო არის ხელი შეტყობა და კომფორტული და რაღაც იმ პერიოდში არის და გვიწევდა ესე ტვალება ვარდიში და მე ახლა სოფლიდან დავდიოდი რა გორში აბა სკოლის ნახევარზე სკოლა ამთავრდებოდა აბა რაღაც საჭმელი მე აბა სირბილით მატარებელ მარგა გასწროს და აბა მე 5 საათი ვარდიშობდი ანუ 5 საათი 3 საათზე რომ შევდიოდი ვარ დარბაზში 8 საათზე გამოვდიოდი არ 8:15 წუთი აქვს რომ ავტობუსში და რომ მოსულიყავი სადგურზე და გამოყოლდი მატარებელს რა პირველი ტიტული ესე იგი როგორ იყო ევროპის ჩემპიონი გახდით უკვე 1976 წელს ხო 75-ში ახალგაზრდებში დიდებში აი ნაკრებში როგორ მოხვდით მოდი ეს თბილისის საერთაშორისო ტურნირზე დავიკავე მეორე ადგილი რომელი წელი იყო 74 წელი და ჩავერიცხე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ესე იგი თბილისზე რომ გამოხვდით და ფინალში გახვედით ამ შედეგით მოხვდით ნაკრებში ხო 75 წელში ორი კაცი მიდიოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. და ბეთანოვი იყო, მეორე ხარშილაძე და ბეთანოვი იყო და მე ვიყავი რა და ადგენდა და გვაჭიდავეს ამ საკონტროლო შეხვედრები იყო. და ბეთანოვმა მეორე წუთი და მესამე წუთიდან შეწყვიტა რა ჭიდაობა. ვეღარ მეჭიდავებოდა, იმიტომ ერთი იფონი 2, 3 აი ეს ძალიან მაგრად უგებდი რა. და სხვათა შორის აი ესეთ ფორმაში რო ვიყავი 74 წელში არ ყოფილვარ მე მგონი არადროს და არ წამიყვანეს და შენო ახალგაზრდა ხარო ჯერო აი ახალგაზრდების წადი ჭიდავე რაღაც ერთ სიტყვით და რამაზი და ის წავიდნენ რამაზი მესამე ადგილები აიღეს ორივემ რა ბეთანოვმაც და ხარშილაძემაც სოფლიო ჩემპიონატზე ხო 75 წელში 15-ში აჰა თან მაშინ 2 წელიწადში ერთხელ და მე წავედი ევროპაზე და აი სულ ერთი წუთი არ მიჭიდავია გავხდი ევროპის ჩემპიონი ჩვენ მაშინ 2 წელიწადში ერთხელ იყო კი სოფლიო ჩემპიონატები და ანუ იქიდან უკვე იწყება ეს თქვენი
რა დავარქვათ, დიდი პაექრობის ისტორია მე ვარდევალეს. კიდევ ერთი 77 წელს ვემზადებით სოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსკოვში გამოაცხადეს გუნდი მივდივარ და ესპანეთში დაგეგმილი ჩემპიონატი იყო და ჩემპიონატი იქ რაღაც სახელმწიფოში ესპანეთში იმ პერიოდში რაღაც არეულობა მოხდა და აღარ ჩატარდა ჩემპიონატი რომ უნდა წავიდეთ აი ბილეთები აღებულო ყველაფერი და ერთი კვირით ადრე ვითხროს რომ ჩაიშალა ჩემპიონატი და 77-ის სოფლიო არ ჩატარებულა. ისტორიებისაც საინტერესოა ხა არ უწოდი ეს გუნდში ვიყავი მე უნდა მეჭიდავა. თქვენ უნდა წასულიყავით. პირველი მსოფლიო იქნებოდა თქვენთვის. აი პირველი მსოფლიო მაგ უნდა მეჭიდავა. და ბატონ თემურ აი მანამდე იყო მონრეალის ოლიმპიური თამაშები 66 მეჩი და იქ ბატონი რამაზი წავიდა. პირველობა წავაგე მე პირველივე შეხვედრა მე იმან წავაგო ვეღარც მესამესთვის ევროპა კი მოვიგე მაგრამ ნუ ხო არის შეიძლება ესეთი გადაწყვეტილება მიიღეს რომ ბატონი რამაზი წასულიყო რა. და თბილისიც მე მგონი თბილისის ტურნირზეც თბილისის ტურნირზე ვიჭიდავით ახლა მე არ მინდა ვისაც ახტოს ის ფინალი როგორც იყო შემატკივრება ახლა არა იყო რა გასაგებია. ნუ ბატონ რამაზი წავიდა და ფინალში გავუგებდი სამი წამი აკლდა დამთავრებას და შიდო მომცეს რა. ხო და მაშინ შიდო კოკას უგებდა ახლა რა ესებით აი ეგეთი ახლა ძველი დროა და ხო თუმცა ვერცხლის მედალი მოიპოვა ბატონმა რამაზმა ხო ხარშილაძე ეს მონრეალში კი ხარშილაძე იყო ძალიან მაგარი მოჭედავე და კი ბატონო კი უბრალოდ არ გაუმართლე ესე ვიტყოდი და ცოტა ურეჟიმოც იყო რა ესეთი ტიპი იყო რა არ უყვარდა და არა და ვევარჯიშა მაგრამ და მოენდომებინა ალბათ სოფლიოს ჩემპიონის გახდებოდა და ოლიმპიურის მაგრამ აი ეს ქონდა და ესე რო ვთქვათ რა რო ლაპარაკობთ ხო უნდა მოვიგონოთ კაი მხარეები რაც აქონდა ადამიანსაც რა მეტმა ესეთი ბიჭი იყო რა ძალიან მაგარი იყო და აი ეს ქონდა რა წინა დღეს დალევდა მეორე დღეს გამოვიდა და ყველას მოუგებდა. რაც შეჯიბრის გინდა არ ყოფილიყო. რას ამბობთ? ნუ აი ეგეთი იყო რა, უდისციპლინო იყო, მაგრამ მაგარი იყო. ისე აი რალევაზე ერთ ამბავს გაგახსენეთ, რომ ეგეც თქვენს ერთ-ერთ ინტერვიუს წავიკითხე, შვილი რო შეგეზინათ აღნიშნეთ ხო რაღაც განსაკუთრებულად, მე მგონი ერევანში ვიყავითო ყვებული, ესე იყო რაღაც. იქ სასწაული მოხდა. რამდენი ბოთლი შამპანური დალიეთ? თუ გახსოვთ. აღარ თვლა აღარ ქონდა რამდენი დავლიეთ რა, 4 იანვარის დაიბადა მე 5-ში ჩავედი თუ 4-ში წავედი რაღაცა ესე არ დავაგვიანე და მე იმან ბორია გოგიჩაიშინო ეს ბოთლები შამპანურისა წახკაძორში ვარ რა და ბარია რაღაცა გაჭედილია ამ თავური ადგილობრივი მოსახლეობით რა კი დიახ იქაო და ავედით ჩვენ და ვცეკვავთ თო მაგიდა ესე 4 ესე რეკავენ იქა მე ფუტკარაძე იყო ხოლმე იქ ბიჭი რა გორელი ის მუშაობდა რა გორში ძმაყავდა რაღაც და იქ იყო და ის მოვიდა და გეხვეწებითო ბიჭებო ან ესე იქნება ან ესე და ამან კიდე დარეკა იმაში ბაზაში რომ ჩამოდით მიხედეთ ამათ ისე დღეში არიან აქ რაღაცა უბედურება მოხდებაო რა და როგორც მე იქნა ესე და დაგვაწყნარეს და რაღაც დაგვიყვანეს ავედით და მიშენკო იყო ბორის მიშენკო რა და ქართველები უყვარდა რა როგორც შეიძლება მაგის დავიწყებ ახლა ზოგი გამოყრიდა რა ყველას დასჭიდა როგორ თვალები ფილზე ვერ ვიდექით რომ მოვიდეთ იმაში სასტუმროში რო გვიყვანეს გველოდებიანი ქოიციან ქვეყანა შეიყარა ჯიუდოისტები იქ არიან ერთ ამბავში აი არის ჩხუბონოვი არ დახოცონა ჩეპე იყო რა და ესე გაგვიყვანეს და სომხემა პატევი უქცეს მართლა რა ახლა ესე ვიღაცები რო შევიდეს შემოსულიყვნენ ესე ბარში აბა ეს დაუკარით აბა ესე ქენით მიყარო ბოთლები მოყარო აქეთ იქით ესე იგი ხოიცი კარგ რამეს კი არ აუყვები ახლა მაგრამ ანდახან რო ვიძახით ზედმეტობა იყო დასაჯელები ვიყავით სიმართლე ეს არის თუმცა ნუ ემოციური მომენტი იყო ხო რაღაცა ეს ემოციური მომენტი ხო და მოდით აი გავიხსენოთ ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი წელი თქვენს კარიერაში ალბათ 79 ხო როდესაც ესე ამ წელს მოიგეთ თბილისის ტურნირის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც მე მგონი სპარტაკიადაც ამ წელს იყო და რასთავარია მე მგონი წლის ბოლოს იყო მსოფლიო ჩემპიონატი ხო პარიზში დეკემბერში ხო დიახ და ანუ რამდენი ტიტული ანუ 1979 ყველაზე
მაგარი წელი იყო თქვენს კარიერაში, როგორ რა სიტყვით, როგორ გაიხსენებდით ამ წელს? ცოტა კურიოზებიც იყო მანდ რა. ხო. ისეთი ამბები იყო, რომ აი რას გულისხმობთ? უკვე 61 სიტყვით ძალიან შორს წავალ ახლა რომ ვილაპარაკოთ იქ საბჭოთა კავშირი ვიჭიდავე წამაგებინეს იქ რაღაც შეხვედრა მე მესამე ადგილისთვის აღარ ვიჭიდავე გავბრაზდი და ვიტირე და რა ვიცი ისევ ემზადებოდი რა 9 საათზე ვარდიშობდი რა კუსტბაზე აქ ცხოვრობდი ხოლმე ლოკომოტივის სტადიონზე და ამის 9 საათზე კუსტბაზე ავბოდი და ვარდიშობდი რომ ესე დავფრინავდი რა მაშინ რაღაცა ესე გამაღაც კოკაზე დამაგდო თუ იუკოზე შურავი იყო მე ერთი 5-6 გდება გაუკეთე ნახევარი იუკო იყო იმდებებიდან და არ მომწეს რა სულ ყველაზე კოკა მომწეს 5 თუ 6 კოკა ესე იგი რაღაცა საიდანაც ნახევარზე მეტი უყვები და გავბრაზდი მოვიშალე და აღარ ვიჭიდავე მესამე ადგილისთვის მაგრამ მიშენკო მაინც ამიყვანა რა ნაკრებში წამიყვანა მე რაღაც ტურნირი იყო ჰოლანდიაში ის მოვიგე მე ევროპაზე წამიყვანეს და ევროპა მაგწელიწად ჩატარდა წრიული სისტემით 69-ში 79-ში როგორ იყო აი ყველას ვეჭიდავ 7 შეხვედრა ჩავატარე 7 შეხვედრა ეს რომელი წონა 95-ში ხო მანდ იყო ლორენც მოუგე ნახევარ ფინალში ახლა აღარ ლაპარაკო ფინალში ვანდერვას მოუგე მე იქ იყვნენ რა არ მახსოვს ანჯელო პარიზიც მაგრამ არ მაგანი ჭიდავა თუ არა ქვემძიმეში მაშინ მე მგონი არ უჭიდავია მაგას ქვემძიმეში ხო და ციტყვი 7 შეხვედრა ვიჭიდავე რა მაგ ჩემპიონატზე ძალიან გამიჭირდა პირველი შეხვედრა წონა დაკლებული რო იყო ბევრი რაღაცა და მე აი ესე გავიარეთ აი სამთავრობო ევროპიდან წამოვედი მე ველოდები რომ სპარტაკია და უნდა ვიჭიდავ უკრაც 8-ზე რა იყო და შენ უნდა იჭიდაო აბსოლუტურში მოთხარი აბსოლუტურში როგორ ვიჭიდაო ხალხი ჩამოთახა ისეთები არიან და მე მეთქი რანაირად ავდექი შეკრებიდან გავბრაზდი წამოვედი მივატოვე რა შეკრება მე ჩამოვიდა ცხონებული გურამ პაპიტაშვილი მელაპარაკა ესია ისია ქვეყანა სჭირდება ამას სჭირდება იმას სჭირდება შენ ასაკეთებ თებო დამარი გარა და სპორტსმენებს აქვთ მიდგომა უნდა საკუთარ თავზეც გამოსტილი გქოს ხო არ შეიძლება ეგრე შენ გინდა და ესე იყოს არა უნდა მოუარო უდგე უთხრა აუხსნა დაარწმუნა და დათანხმდით საბოლოო ჯამში ხო და წავედი და როგორც ხო იყო გადაწყვეტილი უნდა იჭიდაო აბსოლუტურში გუნში და ტარდებოდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი და სპარტაკიადაში გამარჯვებული და საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამარჯვებული ღია ჩემპიონატი იყო ოლიმპიური თამაშების წინა წელი იყო და კი ბატონო ესეთი იმით ჩაატარეს რა და გამოვედი აქ და გავხდი ჩემპიონი რა ეხლა ნოვიკოვი იყო ცხონოს ოლიმპიური ჩემპიონი მონრეალის ოლიმპიადის მაგას მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ხო ძიმე ზონაში ხო ძიმეში თუ აბსოლუტურში მაშინ როგორც იყო და მაგას მოუგე ფინალური შეხვედრა ხო და მე სოფლიოს ჩემპიონატზე წამიყვანეს და იქაც მე ჩემპიონი გავხდა ხო სოფლიო როგორ გახსოვთ ეგ სოფლიო ჩემპიონი პირველი ტიტული იყო თან თქვენ ხართ პირველი ქართველი სოფლიო ჩემპიონი ძალიან დიდი ემოციები იყო როგორ გახსოვთ რა ვიცი რა პირველ შეხვედრაზე მივიღე ტრამვა სერიოზული რაღაცა აი შორიდან გადავედი ისეთი მოჭიდავე შემხდა რა ვერ იყო მაგარი და რაღაც ისე ზერელეთ მოვეკიდე და ეს ფეხი როგორც ოლიმპიადაზე წავაგე ახლა ვერ იყო ცოტა მაგარი თორე ალბათ კისერზე დამარჯვებდა რა ხო და მე დამჭირდა ხო და ის გადმოვიდა თუ რაღაცა მე გადავედი და ის რაღაცა დავტრიალ კინაღამ წავიკეთე და მე იქიდან რაღაც რავი რა გავაკეთე მე და ნეკნი მეტკინა რა ვიცი აი ხლა ცხელს დაადებ ეს ნეკნი რა ვიცი სასწაულად არის ესე ის ტრავმა დღესაც აგვდო რა გასცილული მა ესე დამჭერა რა არის გამოვედი სუთქვა გიჭის რაღაც ვერახარ ესე და ნუ მე მითხესო ასე ქვია მეჭიდაო და გამოვედი და ნოვრეიტერი იყო მან კიდე ის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი იყო იგივე ლორენცაც მან და არ ვიცი 4 შეხვედრა მაქვს მოგებული ახლა აღარ მახსოვს რა და ფინალში ისევ
ვანდერვალთან მომიწია იქ ნუმანი იყო კიდე ჰოლანდიაში. ესე იგი ამ ნატკენი შეიძლება გაბზარულიც იყო, შეიძლება ხო, არ ვიცი, ახლა ხო აღარა იქ დავამთავრე და მე კაი ხატკიოდა და მე აი დღესაც თქვით რომ დღესაც გაწუხებთ ხო ეს ხო რა ეხლა წუხილით არა მაგრამ ხო რომ დაადე პაკეტს ნექს და იქით ნექს ატყობ რომ რაღაცა ის არის რა ვერ არის ხო ესე იგი ესეთი ტრამვირებული ხო სერიოზულად მე იყო ისეთი იქ მოიპოვეთ სოფლიოს ტიტული პიერდე კუბერტენის სასახლეში იყო ჩემპიონატი კი ბატონო 5000 კაციანი ის იყო და რო გამოვედით როგორ უყურებით ერთმანეთს ისიქით იწვა სკამზე მიაქეთ ვიჯექი ხო და როგორი განცდები იყო მიდიო და მე აი ამ ყველაფერთან ერთად ხო აი ესეთი გამარჯვება ყველას უნდა მაგრამ ჩამოყალიბდა მე ერთმანეთისადმი პატივისცემა ჩვენს ორშორის რა გადაიზარდა მეგობრობაში მე ერთხელ ბელგიაში ვიყავი რომ ჩამოდიოდა სულ რაღაც ადამიანები ვართ არა რა თქმა უნდა ხო სულ ვეპატიჟებოდით მე ორგანიზების შემდეგ იქ მოსკოვში 93 წელს და ძალიან ბევრი მოსაგონარი მაქვს და კარგი ადამიანია რა. ვანდევალი, ხო. ხო, ისეთი ადამიანია რა, სამეგობროთ რაღაც ახლა ცუდია რომ ენა არ ვიცი და ვერ ლაპარაკობთ ისე რომ მაგრამ აი თუმცა ალბათ იმდენად მეგობრობა იმდენად ისაკნა ურთიერთობები რომ უგებდით ხოლმე ერთმანეთს. ბალოტემურ ჯამში მე მგონი 9 შეხვედრა გაქვთ ჩატარებული აქედან 8 მოუგეთ. მათ შორის ახლა შევხედოთ, ესე იგი ორი სოფლიოს ორი ფინალი, ხო? ევროპის ორი ფინალი, ანუ ყველაზე მაგარი ტურნირები ხო, რაც არის და ანუ ალბათ კიდე რამდენიმე ევროპის ნახევარფინალი. აი ხო. ევროპის ნახევარფინალი. ორჯერ თბილისში ვიჭიდავეთ ტურნირზე და ერთხელ ვიჭიდავეთ ბერლინში კიდევ. კი ბატონო. ყველაფერი მოგებული გაქვთ? ყველაფერი მოგებული მაქვს და მაგარეს. ეგრე მოხდათ რა უყოთ. იტყვიან ხოლმე რომ აუ ეგ როგორ არავინ არ გეუბნება აი როგორ უგებდი. ყველა გეუბნება როგორ წააგე. ხო. სპორტია კიდევ ერთხელ ვიძახი რა. არავინ არ არის რომ არიან ერთეულები ვისაც არ დამარცხებულა, მაგრამ ბავშვობაში მაინც ექნება ვიღაცა წაკებული. რა თქმა უნდა. მოსკოვის ოლიმპიადა 1980 წლის ფინალი, ხო? ვანდევალის ფინალი. მე კიდე ისა მაქვს გუნდური ევროპა მაქვს 77 წელში მოგებული. გადამწყვეტი შეხვედრა. მასთან, ანჟელო პარისთან. პარისთან, ხო. საბჭოთა კავშირისა და საფრანგეთის ნაკრები ხდებოდი და გადამწყვეტი შეხვედრა, მაგან ძიმეში ჭიდავა, მე დაიკლო და ქვემძიმე ზონაში ძიმეში რუჟია ჭიდავეს. ხო და დაიკლო თუ როგორც იყო ხო ძიმეში მოიგო ევროპა და მე 3 დღის შემდეგ გუნდური ჭიდავა ქვემძიმეში და მე მოუგე რა. აი თქვათ ვანდევალეს რომ დაუბრუნდეთ თავათაც ალბათ ახსენეთ რომ ნუ ენობრივი ბარიერი არის, მაგრამ ალბათ ერთმანეთს ნახულობთ, ხან თავად გეპატიჟებათ, ხან თქვენ პატიჟებთ, სულ აი ალბათ გახსენდებათ ეს ის ხო და როგორ ჩემპიონატი რო იყო იაპონიაში. კი, ეს უნდა მეკითხა ხო. იქ ნახეთ ხო ეს? მე ნახე და იაპონიაში ხო იცი 10 საათზე 11-12-ზე გონი იკეტება, გვიან დამთავრდა შეჯიბრი, მე სანამ იქ სასტუმროში წავედით რაღაცა და მე მოვასწარით რა, სადღაც დამპატიჟა რა იქ იაპონიაში და მითხრა ესე რაღაც ახალგაზრდობები ერთი გონის ხალი გენერალური მდივანია ბელგიის ფედერაციისა და მე ცოტა რუსული იცი და აღწევდა რა რუსული რაღაც ისე 2019 წელს ტოკიოში მახსოვს კი ერთ ამბავს გაგახსენებთ მე თქვენ ღვინო ჩაიტანეთ ხო გახსოვთ ის მომენტი ტოკიოს ოლიმპიადაზე რამდენი ანუ ტოკიოს ოლიმპიადაზე ბოდიში სოფლიო ჩემპიონატზე ხო 2019 წელს რა ხო და ის ყუთებში 3 ბოთლი ღვინო დარჩა თუ რაღაცა ერთი 4 ის იყო კი რამდენიმე გატყდა და რაღაც ხო მაგრამ სულ დაინტრა თითქმის რაც იყო რა ერთი 4 ბოთლი გადარჩა ხო მახსოვს მე ჩვენ აეროპორტში ერთად მოგვიწია გადავიკვეთეთ და იქ მახსოვს რომ ეს მოკლედ ეს სამუთები რომ მომიტანეთ ესე მე გამოხდა მაგრამ დიდი ნაწილი მაინც გადარჩა ხო ანუ თქვენი ეს სასაჩუქრე ღვინოები იყო ხო სასაჩუქრე დარჩა და რაც იყო გადაეცით მათ შორის ვანდევალესაც ალბათ არა და იამასიტას ო იამასიტას კი მაგისოც დარჩა ორი ბოთლი და ისინი აი ესე რა წლები მიდის ცხოვრება გრძელდება მომავალი თაობები გვეძდება და ძალიან მახარებს რომ დღევანდელი ჩვენი ბიჭები ჩვენი ჩემპიონები რომელი თქვა ყველა ლაშათი ეკაურით ლაშა შავდათუაშვილი ურანთუშიშვილი
რიგალაშვილი რა ვიცი რა რომელი ერთი რა ძალიან ხوارავენ გამორჩა კი ბატონო ყველა სულამანიძე სულამანიძე გადასრაბიჭია აი მახარებს მიხარია სარდალაშვილი ჩვენი ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი ხო აი ეს ჩვენი ჩემპიონები პრიზიორები აი ეს ოლიმპიადაზე ვინც იყვნენ თითეული მათგანი ახლა შეიძლება медали ვერ აიღოს ყველა მაგრამ აი ერთიანობა მათი ეს ერთმანეთსადმი პატივისცემა რაღაც შეკრულია გუნდი უყურებ ამას და აი ეს არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი ძალიან მახარებს მათი წარმატებები მათი აი ეს ჭიდაობის იქითაც სულამანიძე გადასარევად მყერის იქ რაღაცა უკრავს კარგად და ისე თახტოვანებას იწევს იმაში რა როგორც ინტელექტუალურად ისე როგორც ჩემპიონები აი ძალიან კარგი ბიჭები ყავს და აგერ ვარლამი ხლა პარლამენტშია გამონდეს აი რა თქმა უნდა ხო მინდა რომ თითოეულ ჩვენს აი მოქმედ სპორტსმენებს წარმატება უსურვო და სპორტის შემდეგ ვინც დაანებებს თავი ცხოვრებაში მათ მოღვაწეობაში ყველა ახლა მწნელად ვერ იმუშავებს ყველა ჯიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ვიცე რაღაცა და ცხოვრება წინა ის სპორტსმენსაც შეუძლია რაღაც სამსახურში მუშაობდეს როგორც სახელმწიფო ისო კერძო ბიზნესში გონებაც აქვს ჭკუაც აქვს და აი ეს გამეხარდება ძალიან რომ ჩვენი სპორტსმენები იყვნენ წარმატებულები ყველა სფეროში აი ჩვენი ჯიუდოისტები და მინდა თითოეულ მათგანს ახლა თბილისის გრანდსლემზე უსურო გამარჯვება წარმატება გაახარო ქართველი გულშემატკივრები აი ჩემ დროს დღესასწაული იყო თბილისის ტურნირები აი მოდი ეს მინდა რომ გითხოთ რა ესე იგი თბილისის ტურნირი მოგებული გაქვთ რამდენჯერმე ორჯერ გაქვთ ხო მოგებული ხო სამი მედალიც კიდე მაქვს კი მე კიდე სხვა მედალებიც გაქვთ მაგრამ ორჯერ გაქვთ მოგებული და აი რო გაიხსენოთ თბილისის ტურნირი მე მგონი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტურნირი იყო იმ წლებში ნუ პარიზი იყო ძალიან მაგარი წლებში ალბათ ტოკიოს ჯიგორო კანოს კანა ბოლოს დაიწყო უკვე 91-ში თუ 80-იანი წლების შემდეგ თორე ისე არ იყო ხოლმე ტურნირი ბოლოს კი არ 80-იანის ხო მაგრამ დიდი ისტორია აქვს და 70 წლიდან მოდის ხო როგორ გახსოვთ ხან ტარდებოდა ჩვენ ხანდახან იყო რომ არ ტარდებოდა ხანდახან იმიტომ რომ ჩვენი ნაკრები საბჭოთა კავშირისა არ მახსოვს ერთხელა ვარ თქონი ნაყოფები თუ შეიძლება მე წავიდნენ 90 წლამდე რა საბჭოთა კავშირი იყო შეიძლება დადიოდნენ მაგრამ აი მე რაც მონაწილეობდი და მანამდესაც ბოდაველმა მოიგო ერთხელ დათო პირველი ჩვენ დროს რა აი ახალი ის იყო თქვენ ტოკიოზე ამბობთ ხო არა თბილისზე რო საუბრობთ თბილისზე ასე რომ მითხარით რომ ტოკიოში თბილისის ტურნირი იყო ერთ-ერთი რა ვიცი რა თბილისის საფრანგეთში მე მგონი თბილისი ბევრად ზებრატო 15 რესპუბლიკა საბჭოთა კავშირის ქვეყნები რო გამოდიოდნენ უკრაინა რუსეთი საქართველო ყველას ცალ-ცალკე გუნდები გამოყავდა სადაც ახლა უკრაინაში კარგი ჯიუდოისტები ყავდათ უკრაინელებს რა თქმა უნდა ძალიან ძლიერი გუნდები ჩამოდიოდნენ ხო თბილისის ტურნირზე იაპონიას ჩამოდიოდა ჩამოდიოდა პირველი ნაკრებით იამასიტა ვისარა კაკნაჭიდოები ნინომია იამასიტა რა ვიცი სხვა ფრანგები ჩამოდიოდნენ სულ ხო გერმანელები რიუსკას აქვს ნაჭიდავები თბილისის ტურნირი რიუსკას აქვს ნაჭიდავები უკვე ასაკში იყო და მაშინ კი კრადმა ქიბროძა მცხონება დაპატიჟეს და მეორე დღეს გამოვიდა ანდრონიკოვი უკვე ერთი ლენინგრადელი იმან მოუგო ესე იგი აი სულ ალბათ სავსე დარბაზის სასახლე სპორტის და ესე გახსოვთ ხო თქვენც ხო ეს ტურნირი ხო სავსე იყო სულ დარბაზი საღამოს აი ნემსი რო არ ჩავარდებოდა ესე იყო ხოლმე გადაჭედილი სპორტის სასახლე და 22 წლის გივიონაშვილის პაექრობა ფინალში ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონს საუნთან შეხვედრის დასაწყისში ინიციატივას თბილისელი ჰქონდა მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა გამარჯვებისათვის გამოცდილმა საუნინმა ისარგებლა უნაშვილის ოდნავი მოდუნებით და მეტოქე თავისივე ილეთზე დაიჭირა საუნინმა ერთი სუფთათულა ბაზარი აიღო რამაც შეხვედრის ბედი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა თბილისის საერთაშორისო ტურნირმა ძიუდოში მაყურებელთა ინტერესი გაამართლა. გამარჯვებულ ფალავნებს გადაეცა ჯილდოები.
თქო შარშან ჩვენთანაც რაღაც იყო მაყურებელი და იმედია ცოტა შორის კი შარშან მაინც ოლიმპიური წელი იყო. როგორ არის ახლა იცი ახლა ტელევიზიით გადის ინტერნეტით არის და მაშინ ტელევიზიით არ იყო ხოლმე ეს ყოველ ტურნირი ეჩვენებინათ 1000 ერთხელ რამოდენიმე ტურნირი თუ აქვს ნაჩვენები ფინალური შეხვედრები და ახლა ჩართავდა ეგეც მოქმედებს ეთყობა გულშემატკივრებზე რომ ზოგი დაждდება იმეურებს გადაახვევს გადმოვახვევს და მე თხოვნა მაქვს რომ იბრძანდნენ და აი ცოცხლად რო უყურებ პირდაპირ მაინც და გულშემატკივრო უფრო საინტერესოა და სპორტსმენებისთვისაც უფრო მეტი სტიმულია და მოუწოდებ ჩვენს გულშემატკივრებს რომ მივიდნენ და შევავსოთ რა სპორტის სასახლე როგორც აი საფრანგეთში ახლა ბოლოს გონი საფრანგე მოგვაჯობეს რა ფრანგები მაგრად ატარებენ კი ნუ იქ იმპერსის არენაზე და ჩვენს დავაჯობთ რა ფრანგებს და მაგრივ უნდა ასე ვთქვათ დავიწიოთ და გავასწროთ რა თხოვნა მაქვს გულშემატკივრებთან რომ ვისაც უყურს მიბრძანდნენ სპორტის სასახლეში ახალ სპორტის სასახლეში კი ბატონო ასე რომ ჩვენც კიდევ ერთხელ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობას აგერ და თქვენს მოწოდებას გულშემატკივარს მიუმართავთ რომ აგერ როგორც სხვა გულშემატკივარი ასევე ბატონი თემურ ხობულური გთხოვთ რომ მოხვიდეთ გულშემატკივროთ ჩვენს ნაკრებს როგორც ბიჭებს ასევე გოგონებს რა თქმა უნდა და უსურვოთ წარმატებები 21-23 მარტი და შემდეგ წინ წლევანდელ წელს კიდე ერთ ტურნირი იქნება წინ არის ევროპის ჩემპიონატი შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატი სხვა მნიშვნელოვანი ტურნირები და ასე რომ საინტერესო წელი იქნება მივიღოთ იმისა რომ ოლიმპიადის შემდეგი წელი ალბათ მაინც ისეთი აი ხოლმე ყოველთვის ხო შედარებით ახალი მე როგორც ვიცი რაღაც ძალიან საინტერესო მოჭიდავები ჩამოდიან მე რო არ ტყუილი არ გამომივიდეს მithres ტასოევი ჩამოდის კი ჩამოდის IGF-ის ქვეშ გასპარეზობენ თუმცა ჩამოდიან ასევე ფრანგები ძალიან ძლიერი შემადგენლობით ჩამოდიან არაერთი ოლიმპიური და მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი ჩამოყავთ მათ და სხვა ჯამში 53 ქვეყანა ძალიან საინტერესო შეხვედრები გველის თუ შვილი ჭიდაოს მე მგონია რა და კი თქვა მას ოღონდ ავსტრიის გრან-პრის შემდეგ მე ვესაუბრე მას პატარა ინტერვიუ გავაკეთეთ ჩვენ და თქვა რომ 90% ვიასპარეზებოდა ნუ შემდეგ ჩეხეთში გადავიდნენ შეკრებაზე იქ არიან და იქიდან ჩამოვლენ თბილისში და თქვა რომ იასპარეზებს და თქვა რომ იმდენად მაგარი სპორტსმენები ჩამოდიან რომ რამდენი ქვეყანა ჩამოდის 53 50 მონაცემებით 53 ცოტა შორის აი არის მათ შორის ასე ბრაზილიას ჩამოყავს ძალიან კარგი გუნდი ეს საფრანგეთი ვახსენეთ IGF-ის დროშის ქვეშ მოქმედი სპორტსმენები ვახსენეთ იქით შემდეგ ნუ უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ესპანეთი, კორეა სხვათა შორის და იაპონია ის როგორ არის იაპონია როგორც ვიცი აპრილის დასაწყისში თავიანთი ჩემპიონატი აქვს იაპონიის ჩემპიონატი და იმისთვის ემზადებიან და ამჯერად როგორც ჩანს ვერ მოახერხეს ჩამოსვლა. ვიცით ასევე რომ ონო შოჰეი ჩამოდის კერძო მოწვევით თუ არ ვცდები და ის მასტერკლასს ჩაატარებს რუსთავში ეს თუ არ ვცდები 24 მარტს იქნება. და ნუ გარდა ამისა პარაჯუდოც იქნება რომ დამთავრდება თბილისის სლემი, შემდეგ 2 დღე 24 და 25 პარაჯუდო ჩატარდება იმავე ასე ვთქვათ დარბაზში იგივე ტატამის და ასე რომ წინ გულშემატკივარ საინტერესო დღეები ელის. ბატონ თემურ თქვენთან საუბარი შეიძლება უსასრულოდ გავაგრძელოთ განსაკუთრებით ძველი დროის ამბებია საინტერესო ხო გასახსენებელი თან რამდენი გაქვთ თქვენ ხო მოყოლებული 70-იან წლებიდან და შეიძლება უსასრულოდ თქვენთან საუბარი თუმცა ვიცით დაკავებული ბრძანდებით თეული წუთი თქვენთვის მნიშვნელოვანია და მადლობა ძალიან დიდი ამ ჩვენთან სტუმრობისთვის საუბრისთვის ხომ არ გსურთ კიდე რამეს თქო მიმართოთ გულშემატკივარს მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრეთ ხო რამე ხო არ დაგჭირდა დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის რა ვიცი იმედი მაქვს რომ ქართული ძიუდო წევანაც აღნიშნე და კიდევ ერთხელ გავამეორებ რომ ძალიან მაღალ სიმაღლეზე ასული და მინდა რომ აი ეს სიმაღლე შენარჩუნდეს და უფრო მაღლა ზემოთ წავიდეთ აი ეს იქნება ჩემი სურვილი. დიდი მადლობა მოწვევისათვის. მადლობა გახსენდით
რა თქმა უნდა, ყოველთვის დიდი პატივისცემით და სხვა დროსაც მოგიწევთ ხოლმე ჩვენს გადაცემებში, რომ შევაფასოთ ხოლმე, შევაჯამოთ თუნდაც სიამოვნებით. სოფლიო ევროპის ჩემპიონატები და ქართული ჭიდაობა. ქართული ჭიდაობა ახლა კი, რა თქმა უნდა, უკვე. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ გულშემატკივარს სპენდელს შევახსენებთ, რომ დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი გახლდათ სოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ორგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების პრიზიორი, მრავალი ტურნირის გამარჯვებული და ამჟამად უკვე ქართული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი თემურ ხუბულური. დიდი მადლობა. აიხარეთ, დიდი მადლობა თქვენ.